სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი განაჩენის ინდისის პატიმრების კიდევ ერთ საქმეზე. ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბულის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა უნდა გამოაცხადოს. რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში პროევროპული აქციებში აქტიურად მონაწილეობდნენ, დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვას ედავებიან. ცოლ-ქმარი ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. წინას ხდომაზე დასკვნითის სიტყვა თქვენს ადვოკატებმა მათ ყურადღება გაამახვილეს, რომ სასამართლომ დარღვევა ვერ ინახა ბრალდებულების დაკავებაში მონაწილე პოლიციელ ირაკლი მუხათგვერდელთან დაკავშირებით, რომელიც როგორც აღმოჩნდა, თვითონ არის ბრალდებული, მას საჯარო ადგილას ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას ედავებიან, თუმცა გირაოთია გათავისუფლებული. დაკავებულ ცოლ-ქმარს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ნუცა ბახუტაშვილი მუშაობს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ახლა ის პირდაპირ ეთერში გვერდდება და მოგუყვება რა ეტაპზე არის ამ საქმის განხილვა. დიახქეთი 9 თვიანი სასამართლო განხილვების შემდგომ დღეს უნდა გაიმართოს დასკვნითი ეტაპი ნარკოდანაშაულში ბრალდებული ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმეზე. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დიდი ალბათობით დღევანდელ სხდომაზევე უნდა გამოაცხადოს საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმეზე. სხდომა 12 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი ამ დრომდე არ ხსნის სხდომას და ჯერჯერობით საქმის განხილვა არ დაწყებულა. დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვის უფლებით უნდა ისარგებლონ თავად ბრალდებულებმა ანასტასია ზინოვკინამ და არტემ გრიბულმა. ამის შემდგომ კი უნდა გამოაცხადოს საკუთარი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა. ადვოკატების შეფასებით საქმეში მტკიცებულებათა მინიმალური სტანდარტიც კი არ არსებობს, რომელიც ბრალდებულების დანაშაულს დაადასტურებდა. შესაბამისად, საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნარკოდანაშაულში ბრალდებულების საქმეზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, რომელმაც სინდისის პატიმრების საქმეებზე არც ერთი გამამართლებელი გადაწყვეტილება ამ დრომდე არ გამოუტანია. სხვა ნარკოდანაშაულში ბრალდებულები სასამართლოს სხდომათა დარბაზებიდან 9 თვიანი პატიმრობის შემდგომ სხვადასხვა მოსამართლემ გაათავისუფლა. მხოლოდ ანტონ ჩეჩინს მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამ გადაწყვეტილების ავტორი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია იყო. საინტერესოა რომელი სტანდარტით იხელმძღვანელებს ახლა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს პუტინის რეჟიმს გამოქცეული რუსი აქტივისტების შემთხვევაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს დადგება ერთადერთი სწორი გამამართლებელი განაჩენი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები იქნებიან ცნობილები უდანაშაულოდ, რადგან ეს ადამიანები არიან ნამდვილად უდანაშაულო და ეს დაინახა ყველამ, დაინახა საზოგადოებამ პირველ რიგში. მინდა გითხრათ, რომ ამ საქმეში ეს საქმე აბსოლუტურად ანალოგიურია სხვა საქმეებთან, უბრალოდ კაცია სახობაძის და აბრამოვის საქმეებისგან განსხვავებით აქ არიან თარჯიმნები, რომლებიც ვითომ და ნეიტრალური მტკიცებულება არის, ნეიტრალური პირები არიან, თუმცა ეს თარჯიმნები არიან შსს-თან ძალიან დაახლოებული პირები და ვერანაირად, არანაირად არ შეიძლება ეს პიროვნებები ჩაითვალონ ნეიტრალურ პირებად. მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ ეს არიან უდანაშაულო პირები და უნდა იყვნენ გამართლებულები. როგორც მოისმინეთ, ადვოკატის შეფასებითაც საქმეში არ არსებობს ნეიტრალური მტკიცებულებები. პროკურატურა 9 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თარჯიმნების გასაღებას ცდილობდა როგორც ნეიტრალურ მოწმეებად. ადვოკატის თქმით კი ეს მტკიცებულება ნეიტრალურ მტკიცებულებად პირის ბრალის დასადასტურებლად ვერ ჩაითვლება. საინტერესოა, ამიტომ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, რომელმაც არაერთი სინდისის პატიმარი უკვე გაუშვა მრავალი წლით ციხეში. როგორც გითხარით, მსგავსი შინაარსის საქმეებზე 3 გამამართლებელი გადაწყვეტილება დადგა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მხოლოდ ანტონ ჩეჩინს ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 წლითა და 6 თვით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.